დასავლეთი ჩემი აზრით საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ აღიაროს ბიზინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება და დასავლეთის ჩამოყალიბების, კონკრეტულად შეერთებული შტატების ჩამოყალიბების, პოლიტიკის ჩამოყალიბების დამატებითი დასტურია კონგრესმენ ვილსონის ახალი ინიციატივა კერძოდ აქტის გამოცემის თავობაზე, აქტს ერქმება ძალიან საინტერესო სახელწოდება აქვს ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. კონგრესში წარდგება ეს ინიციატივა და მაღალზე მაღალი ალბათობით კი არა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კონგრესი მიიღებს ამ ქართული კოშმარის არაღიარების აქტს შესაბამისად ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებას არც ბაიდენის პრეზიდენტობის დარჩენილ პერიოდში, ანუ 20-22 წლის განმავლობაში და არც უკვე შემდგომ 4 წლის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციისაგან აღიარება არ ექნება, არ აღიარებს არც ტრამპი, არც პირველ წელს 25-ში, არც 26-ში, არც 27-ში, არც 28-ში, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილის ხელისუფლებამ და რაც არ უნდა ეცადოს, რომ გადატვირთოს პოლიტიკა შეერთებულ შტატებთან, ან შესთავაზოს, უფრო ზუსტი რომ ვიყო, შეერთებულ შტატებს პოლიტიკის გადატვირთვა, იმიტომ რომ აქ უკვე დაავესესხები სახელმწიფო მდივან ბლინკენს, რომელმაც გამოცემული სანქციების კვალდაკვალ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი არის რუსული პროექტის, რუსეთის ინტერესებს ატარებს პირდაპირ ან ირიბად. სხვა წინადადებიც არის ჩაწერილი ამ განცხადებაში, კერძოდ ნათქვამია, რომ შეიძლება სურვილი აქვს რუსული ინტერესების გატარების შესაძლოა. ამ სიტყვებით აწერია ზუსტად, მაგრამ აი გაუცნობიერებლადაც კი ემსახურება რუსეთსო და ის სანქციები, რომლებიც დაუწეს და შეერთებული შტატებიდან ივანიშვილს, ეს არის საწყისი ეტაპი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც კი, რომლიცაც ესე ეიმედებოდა ივანიშვილს და არც თუ დიდი ხნის წინ მისი ბანდის წევრები ამბობდნენ, რომ აი რასაც ტრამპი იტყვის, ის იქნება ჩვენ შორისო, იმგვარი პოლიტიკა იქნებაო, ხო, ტრამპის ადმინისტრაციაც კი ივანიშვილის მომხრე არ არის, არ პრავდება ის ყველაფერი, რაც ივანიშვილმა დამართა ქართულ სახელმწიფოს საერთოდ ამ 12 წლის განმავლობაში და რაც მან დამართა ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ და 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო აჩერებს ევროატლანტიკურ გზას. ახლა მე პრინციპში ამ თემაზეც მინდოდა საუბარი, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვან ვრცელ ვიდეობლოგს ვაკეთებ და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებ. ჩემი აზრით, ჩემი ფიქრით არ არის თუნდაც შემცდარი, ყველა სიტყვა უნდა აბწონო, თუნდაც შემცდარი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის დრო და უფლება ყველაფრისა გვაქვს, მაგრამ აი ესეთი სწორი არ იქნება, რომ გავაკრიტიკოთ სალომე ზურაბიშვილი იმის გამო, რომ ის რეზიდენციიდან გამოვიდა. ამგვარი კრიტიკით სიმართლე გითხრათ გამოირჩევიან უფრო მესამე პრეზიდენტის თავგადაკლული მომხრეები, პატრიოტი მოქალაქეები, თითოეული მათგანი იმსახურებს ცხადია პატივისცემას და მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი არასდიდებით არ უნდა გამოსულიყო რეზიდენციიდან და გულახდილად გეტყვით, მე ვარ, მოდი ესე ვიტყვი, თანაავტორი თავის დროზე ამ 2-3 კვირის წინ, თანაავტორი ამ იდეისა, რომ სალომე ზურაბიშვილი არასდიდებით არ დაეტოვებინა რეზიდენცია ორბელიანების სასახლე. და თანაავტორი რო ვარ, ამის დასტურია გადაცემა კონტექსტში მოწვეულ სტუმარ ეკა ბესელიასთან დასმული კითხვა ამის თაობაზე და შეთავაზება ერთგვარი ეკა ბესელიასთვის, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის თანამოაზრეა და ისი რჩეველია, ფორმალური თუ არაფორმალური და თქმა იმისა გაბატონი ეკასთვის, რომ აი არ უნდა გამოვიდეს სალომე ამ რეზიდენციიდან. მეც ამ აზრზე ვიყავი, გულახდილად გეტყვით. მაგრამ დრო გადის, იცვლება ვითარება, იცვლება განწყობებიც, იცვლება კარგი კონდაციით კონიუნქტურაც და მე შევიცვალე აზრი და გეტყვით რატომ გასკეთით რა არის შემდეგ შევიცვალე ეს აზრი.
მას შემდეგაც უკვე ხსენებულმა ვილსონმა კონგრესმენმა თქვა, რომ ტრამპის სახელით ის პრეზიდენტ ზურაბიშვილს, აი ძალიან ხაზგასმით ამბობ ყველა სიტყვას, იწრებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე მომავალი წლის 20 იანვარს ვაშინგტონში. მანამდე ამ მოწვევამდე იყო პრემიერად წოდებული ბანდიტი სირაკლი კობახიძის მუქარა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არ დატოვებს რეზიდენციას, ამ შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ბანდა, ხუნტა, რაც ხდებოდის დავარქვათ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიყვანოს იმ რეზიდენციიდან და შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დააკისროს მას. ცხადია, ეს ყველაფერი იურიდიულად დასაბუთებული არ იქნებოდა, მაგრამ ძალა მათ აქვთ, ხო, ძალა აღმარცხნავს და რაცა უნდა დაგრესვა ჩვენ სალომე ზურაბიშვილი, მოდი ვიყოთ გულახდილნი, ჩვენ ისე ვერ დავიცავდით, რომ ემხარებას და სხვა ბანდიტების რაზმები სათვის გაგვეწია წინააღმდეგ. ვილსონის ამ მოწვევის შემდეგ მე შევიცვალე აზრი და მე ვამბობ, რომ უმალ სჯობს, ეხლა უკვე ვამბობ, ჩვენ ლეგიტიმური პრეზიდენტი გავუშვათ, ან ლეგიტიმური პრეზიდენტი წავიდეს ვაშინგტონში, CNN-ს, Fox და სხვა მედია საშუალებებს მისცეს როგორც პრეზიდენტმა ინტერვიუ, ვიდრე ის იყოს თეორიულად მაინც გისოსებს მიღმა ერთი პრეზიდენტი რო ყავს მესამე საპატიმროში თუ კლინიკაში, ესეც საკმარისია ჩვენთვის, მათ დაუშვა შეცდომა, როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში ამ რამდენიმე წლის წინ და მისცა ამ ბანდიტებს შესაძლებლობა, რომ დაეპატიმრებინათ მიხეილ სააკაშვილი მართლაც გაცილებით ნაყოფიერი, ჩემი აზრით, იქნებოდა გაცილებით კარგი იქნებოდა თუ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა უკრაინაში ამ რთულ ვითარებაში მით უფრო და საქართველოსთვის ეს იქნებოდა კარგი, მაგრამ მიშაზე კი არ ვლაპარაკობ ახლა. მე ვლაპარაკობ, რომ კარგია, თითქოს ეს ჰეროიკულია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიჭინო, ბორკილები დაადო, გისოსებს მიღმა გამოვამწვიოთ, მაგრამ გაცილებით პრაგმატული თვალსაზრისით გაცილებით კარგია, როცა პრეზიდენტი არის თავისუფალი და ის საერთაშორისო ტრიბუნიდანაც, საერთაშორისო ასპარეზზეც იბრძვის საქართველოს ინტერესების ათვის. გარდა ამისა, ახლა კიდევ ბევრი არგუმენტი არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს გარეთ. მაგალითად, ის უნდა იყოს ხალხში, ის უნდა დადიოდეს როგორც თავად ძანა რეგიონებში, ის უნდა ხვდებოდეს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ის უნდა ხვდებოდეს არსებულ ან ახალ პოლიტიკურ ძალებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აი ესე ჩაფიჩინება თუ მართებული სიტყვაა, ხო? იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც და მაინც დარჩენილიყო ორბელიანების სასახლეში, არ არის სწორი. თან ჩვენ ხომ ყალიბდებით იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის უკიდურესად მშვიდობიანი რევოლუცია ჩვენი, ხო? აქციები, რევოლუცია, პროცესი. ხო, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმგვარი შეცდომები, რომლებიც ამ ბანდას მისცემს ჩვენზე ძალადობის მათეული გაგებით ფორმალურ საფუძვლებს. აქედან გამომდინარე, მე გულახდილად გეტყვით, რომ შევიცვალე აზრი და მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას და კვლავ მინდა გავიმეორო, ყველაფერი არის კარგად, ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ აქციები არის ქუჩაში და ეს აქციები გრძელდება ყოველთილით ან დღისით, მე მაქვს ცუდი განსხვავება. ხო, ისე როგორც ალბათ ბევრ ჩვენგანს, მე ვფიქრობ, რომ აი აქციები აი დღეს კი აღარ იქნება ხალხმრავალი აქცია. ხო? მაგრამ ყოველ საღამოს 6-7-8-ზე მე ეს განწყობა მიკეთდება, უკეთეს განწყობაზე ვარ, იმიტომ რომ აქციები არის, მიმდინარეობს, იზრდება, პერფორმანსებია, მარშებია, ხორუმებია, ჯაჭვებია და ასე შემდეგ და ამას ყველაფერს ემატება სანქციები, რომლებიც არ გაჩერდება და აი ეს კონგრესმენ ვილსონის ეს საკანონმდებლო ინიციატივა ქართული კოშმარის არაღიარების აქტის მიღების თაობაზე ამის დასტურია, რომ სანქციებიც იქნება და უფრო მეტი სიმკაცრეებიც იქნება შეერთებული შტატებიდან და არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპა ნელა, იმიტომ რომ ბიუროკრატია მაინც დიდია, მაგრამ შეუერთდება ამ აქციებს და გაიზიარებს ამ აქციებს და თავის მხრივაც დააწესებს ამ აქციებს. ეხლა ორი სიტყვა უნდა თქვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაცვაზე, იცით თქვენ რომ ამ ბანდიტებმა მოუხსნეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაცვა, ეს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება
შესაბამისად ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ხალხში გასულ პრეზიდენტ ზურაბიშვილს იცავდნენ, ფიზიკურად დაცვაზეა საუბარი, აღარ მოემსახურებიან მას, მაგრამ აქ უნდა თქვა თავარი და აი ერთგვარად ხერა უფლება მაქვს რომ მოვუწოდო დაცვის ამ ბიჭებს, რომ მათ დატოვონ თორცები სახელმწიფო დაცვის სამსახური და აი ხაზარაძეს ან სხვას კი მოუწოდო რომ მათი შრომის ანაზღაურება აიღონ საკუთარ თავზე. ანუ სხვა დაცვის წევრები კი არ დაიქირავოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზარაძის ან სხვათა წყალობით ან ფონდების წყალობით, არამედ სწორედ ეს გამოცდილი ბიჭები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ემუშავებოდნენ სალომე ზურაბიშვილს. მე რა უფლება მაქვს ვიმეორებ რომ მოუწოდო დაცვის წევრებს, მაგრამ საკუთარი ნებით რომ დატოვონ და გააგრძელონ მუშაობა პრეზიდენტთან, ეს იქნება ძალიან დიდი სამოქალაქო აქტი, გადამდები ალბათ სხვებისათვისაც და კარგი ქმედება, კარგი მისაბაძი ქმედება, ამ თემაზე აღარ გამხურდები, ეს იქნება ძალიან კარგი. პოლიციელებზე კი ვიტყვი, რამდენიმე ხანში, რამდენიმე წუთში, რამდენიმე სიტყვას, მაგრამ აი დასწრია ის თაობაზე და ამოვწურო ჩემი მოსაზრებების გაცნობა თქვენთვის. ეხლა პარალელურად ეცი თქვენ რომ მიმდინარეობდა ამ თვილი გამოცხადებული პრეზიდენტის უვიცის უამრავი შეურაცხყოფელი ან უხეში სიტყვის თქვა შეიძლება მასზე, ხო, უვიცი, გაუნათლებელი, არაფრის მცოდნე, პოლიტიკის ამცოდნე და ასე შემდეგ. ყაველაშვილის ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია, ხო, დე ფაქტო პრეზიდენტის უღიმღამო სიტყვაც წარმოთქვა, დაბნეული იყო, კანკალებდა ესეთი კადრიც გავცევდა ყაველაშვილი და ასე შემდეგ. ახლა უცნაურ რამეს ვიტყვი, იცით, აი ქვეყანაში ხომ არის მინიმუმ ან ოპტიმალურად ან თავის მინიმუმ თუ გემოთ ესე ვიტყვი 50,000 მოქალაქე რიგითი, ანუ არა ყობახიძეები, დინარაძეები და რაგვარი ეს პაპუაშვილები, არამედ 50,000 გამოფიცინებული არა. ნუ გულწრფელი ის მოქალაქე, რომელსაც სჯერა, რომ ყაველაშვილი არის პრეზიდენტი. მეტიც არის შესაძლოა 100, 150, 250,000. ბევრი ფიქრობს იმასთან დაკავშირებით იმას, რომ ყაველაშვილი დე ფაქტო პრეზიდენტია და მეც ვთქვი, რომ ყაველაშვილი დე ფაქტო პრეზიდენტია. მაგრამ ჩემი მოსაზრებით იმისთვის რომ 50,000 მოქალაქემაც თუ 127 თუ 158,000 მოქალაქემაც კი არ მიიჩნიოს რომელიღაც ეტაპზე რომ ეს დე ფაქტო პრეზიდენტი ჩვენ გავაგდეთ, მათთვის პრეზიდენტი, ჩვენთვის დე ფაქტო პრეზიდენტი, რეალურად დე ფაქტო პრეზიდენტი. ადრე თუ გვიან მიხეილ ყაველაშვილმა უნდა დაწეროს განცხადება, არ ვიცი სიმართლე გითხრათ ვის სახელზე, მოკლედ განცხადება იმის თაობაზე რომ წავიდა, გადადგა თანამდებობიდან. კარგად თუ ვერ ვასაბუთებ, გავიმეორებ. 158,000 პირობითად მოქალაქე მიიჩნევს რომ ყაველაშვილი არის კანონიერი. თუ ჩვენ გავაგდებთ ყაველაშვილს, სორი და ბიჭი რასაკვირველია, კარგია, რა უნდა ქნა, გააგდოა, რა უნდა ქნა ყაველაშვილის, ყობახიძის და ასე შემდეგ. მაგრამ ეს 158,000 მოქალაქე მიიჩნევს უკვე მომავალში, პირობ 2025 წელს, ხო, რომ ყაველაშვილი გაგდებულია და მას მაინც პრეზიდენტად აღიარებს. ამიტომ უპრიანი იქნება, რომ ყაველაშვილმა დაწეროს, ისე როგორც ყობახიძე, პაპუაშვილმა, სხვება დაწერონ განცხადება წასვლის თაობაზე. აი, ლოგიკურად ჩამოვაყალიბე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი არ დანიშნავს არჩევნებს. უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი, ან ქართული ოცნება, მოდი ესე ვიტყვი, არ დანიშნავს არჩევნებს. თუ ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს, უკასავთ პირიქით. თუ ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს, ამ შემთხვევაში უნდა გადადგეს არარსებული თანამდებობიდან, არარსებული პრეზიდენტის არარსებული პოზიციიდან თუ პოზიციიდან ყაველაშვილი. თუ დანიშნავს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს არ დანიშნავს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის, ყაველაშვილის, ბიძინა ივანიშვილის, ყობახიძის და სხვათა რომელიმე გადაწყვეტილება, გადადგომის, არ გადადგომის, დარჩენის, არ დარჩენის, რომელიმე ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აქტი და ასე შემდეგ, უბრალოდ ყველაფერი უკანონოა და არც გვინდა წესით, აი ხა უცნაურ რამეს ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების ჩანიშნა. აი, რით გარეშე არჩევნები რო გამოაცხადოს თუ ხელახალი, წესით არც უნდა გვინდოდეს, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ დანიშნავს და ბოლომდე ჩაებღაუჭება ხელისუფლებას, ძალაუფლებას. და მეორე, ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამე, რომ დგება დრო, როდესაც ივანიშვილთან ნებისმიერი კოოპერაცია ყაველაშვილთან ყობახიძე წარმოუდგენელია. ისინი არიან გასაგდებები პირდაპირი მნიშვნელობით. და იანუკოვიჩმა როგორც დატოვა უკრაინა, ხელისუფლება და უკრაინა,
ზუსტად ისევე უნდა იყვნენ ისინი გაგდებულები მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი გზა, გრძელი გზა, ესეც უნდა ვთქვათ, უნდა იყვნენ გაგდებულები. აქედან გამომდინარე, წინაზე რომ წარბოვთქვი, რაც თქვი, რომ ყოველაშვილმა უნდა დაწეროს განცხადება მეთქი, ეს იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ჩანიშნავს, მაგრამ ვიცით რა, წინასწარ გშურეთ რა, მაგარი იმას რომ მაგარი ალბათობით არჩევნებს არ ჩანიშნავს ივანიშვილი არც მაისში, არც არასოდეს, ხო? შესაბამისად ივანიშვილი არის გასაგდები და ყოველაშვილიც იქნება გასაგდები როგორც უკანონო ტიპები, ამაგათი არც განცხადება გვინდა დაწერილი, არც არა. ხო, ესეც უნდა ვთქვათ, ჩვენ და საერთოდ უნდა დავსვათ კითხვა, ივანიშვილის მიერ არჩევნების დანიშნვა გვინდა თუ გაგდება. მე პერსონალურად გონია, რომ იმდენად ბევრი წითელი ხაზი გადაკრეთა ივანიშვილმა, რომ ჩვენ ახლა იმდენად არჩევნების მის მიერ ჩანიშნას არ უნდა ვითხოვდეთ ან ველოდეთ. რამდენადაც უნდა ველოდეთ და უნდა ველოდეთ და ვითხოვდეთ, სწორედაც რომ ივანიშვილის გაგდებას იანუკოვიჩივით, ხო? ძალაუფლები, ხელისუფლები და ქვეყნიდან უდეოდესი თუ ვიტყვი. ამიტომ მე ხარ შეიძლება იმ თემას ვინ უნდა დანიშნოს არჩევნები. რა ყველაფერი უკანონო. ამიტომ კონსტიტუციის ჩარჩოები და გაგვიყვანა სული ინსტიტუციონალიზაცია, კონსტიტუციის შელახვა გააკეთა ივანიშვილმა, ხო აღარაფერი აღარ არის კანონიერი ამ ქვეყანაში, აღარც მერია, აღარც გამგეობა, აღარც სასამართლო, აღარც საკონსტიტუციო სამართლო, აღარაფერი აღარ არის პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, არაფერი. და სალობე ზურაბიშვილი რა არის კანონიერი, იმასაც ივანიშვილი არ აღიარებს, ხო, პრეზიდენტი. კანონიერი. ამიტომ ჩვენი აზრი ძალიან რთული კი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორც 1918-ში იფიქრეს ჩვენმა იმდროინდელმა დაფუძნებელმა მამებმა, ეგრეთ წოდებული დაფუძნებელი კრების ან ეროვნული საბჭოს შექმნას. მე ესეთი იდეა მაქვს ძართული განსახორციელებელი და ცოტა გიჟურით სიმართლე გითხრათ, რომ აი პრეზიდენტ ზურაბიშვილის თავკაცობით შეიქმნა 100 კაციანი საბჭო, დავარქვათ ეს დამფუძნებელი კრება ან ეროვნული საბჭო, ეროვნული ახალი საბჭო, რომელშიც უხეშად 30 პოლიტიკოსი იქნება სხვადასხვა პარტიიდან, ბარიერ გადალახურიდან თუ ბარიერი ვინც ვერ გადალახა იქიდან. ზურაბიშვილმა შეარჩიოს ვანდოთ ეს ამბავი. 31 იყოს თვითონ და დანარჩენი 69 თუ 70 პირი იყოს სხვადასხვა სექტორიდან, არასამთავრობო სექტორიდან, ჟურნალისტებს, თუ მაინც და მაინც მოუნდებათ, აქტიურ ადამიანებს, სხვებს და სხვებს და სხვებს. აი, ნანა მალაშხია მაგალითად არის პარტიის წევრი ახლა, მაგრამ ჩვენ ხო ისე როგორც პარტიული არ გავიცანით ქალბატონი ნანა, ხო ის გავიხსენით როგორც ქალბატონი დროში, ხო? ის უნდა იყოს ამ ასეულში. და დამფუძნებელი კრება უნდა შეიქმნას. მათ შორის აი დავასახელებ რამდენიმე პარტიული არ არის, მაგალითად გიგი გიგიაძე, დამფუძნებელი კრების წევრი, არის ეროვნული საბჭოს წევრი, უნდა იყოს გიგი გიგიაძე. ან სხვები და სხვები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში არიან გამორჩეული აქტივისტები, რომლებიც არიან ქუჩაში, მსახიობების შესაძლო ან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ასი ის პირი, რომელსაც მეტნაკლებად ვენდობით ყველანი და განსაკუთრებით ზურაბიშვილი. და სწორედ ამ საბჭომ არალეგიტიმურმა ლეგიტიმურმა უნდა კი არ ჩანიშნოს არჩევნების დღე ძალაუფლება ვიდრე არა აქვს. ამას ვერც გააკეთებს, მაგრამ უნდა თქვას, რომ ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, როცა ამის შესაძლებლობა გვექნება. დამფუძნებელი კრების შექმნის აუცილებლობა დგება. მე ვიმეორებ, რომ ეს იქნება ძალიან რთული, მაგრამ მაინც ახლა პოლიციელებზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა, პოლიციელებზეც მინდა თქვა ორი სიტყვა, მე ვთქვი სალობე ზურაბიშვილის დაცვის წევრებზე, რომლებიც დღეს არიან ქალბატონ სალომესთან და მათ მოვუწოდე, რომ ისინი წამოვიდნენ ოფიციალური სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან და განაგრძონ მუშაობა ზურაბიშვილთან, პირობით ხაზარაძეს ან არ ვიცი დონორებს მოვუწოდე, რომ მათი შრომის ანაზღაურება აიღონ საკუთარ თავზე, რამდენადაც ისინი გამოცდილები არიან, ახლა პოლიციელებს ორი. ჩემი ღრმა რწმენით, ესეთი პოლიციელებზე ვისაუბრებ, როგორც პატრულის თანამშრომლებზე, ან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებზე და შესაძლოა გეტყვით ესეც არ ვიცი, გარდაუვალად აუცილებელია გატეხვა მათი, ანუ უბრალოდ ესე ვთქვა, წამოსვლა მათი ამ ოფიციალური სტრუქტურები. ხალხის მხარეს გადმოსვლა. ია ფარულაო ძალიან კარგი რამ გააკეთა და ჩვენ საერთოდ ეს რაღაცები თუ გავაკეთეთ, პოზიტიურად უნდა შევხედოთ მათ, მიუხედავად იმის თუ რომელიმე არ აქვს ეჭვი, რომ სწორედ ის არღვევდა პერსონალურად ადამიანის უფლებებს და სცემდა და აუბედურებდა ადამიანებს. აი, ია ფარულაო კარგი რამ გააკეთა, ხელკავი გაუკეთა გუშინ ჯაჭვში
დგომ ერთ-ერთ პოლიციელს და რაღაც პოზიტიური განწყობა შევქმნა. ჩვენ უნდა გადმოვიყვანოთ ხალხის სამსახურში ჩავაყენოთ ეს ადამიანები, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდებია. და ეს არ იქნება რთული, მით უფრო იმ შემთხვევაში თუ ამ ბანდას და ბანდის მმართველობით არსებულ ქვეყანას ეკონომიკურ ფინანსურად დაერხევა. დიახ, რომ დაერხევა ამის მოლოდინი გვაქვს ჩვენ, ამას პროგნოზირებს ყველა სპეციალისტი ან მცოდნე, ეროვნული ბანკის პირველი, ერთი ან მეორე ყოფილი პრეზიდენტი, ცალკეული დამოუკიდებელი ექსპერტები და ასე შემდეგ. დაერხევა ამას ვგრძნობთ ჩვენს ტანით, ინფლაცია უკვე არის ბოლო ერთი კვირა, ორი კვირა, ალბათ საოცარი მაჩვენებელია ინფლაციისა, ბევრი რამ გაზვირდა. და გრძნობთ ტანით იმიტომაც, რომ დასავლეთთან დახმარება არ აქვს. არ არის დახმარება. და ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს, ივანიშვილის რეჟიმი ვერ მოიზიდავს ეკონომიკური და არ ეკნება კი არა, შემოსავლებიც კი დააკვდება დაგეგმილ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ამდენი და ამდენია, ხო? შესაბამისად, როცა დააკვდება, ის მის ვალდებულებების ვეღარ შეასრულებს, ჯეროდათ, კარგად. და მაგალითად ალბათ უმით პოლიციელებს ან დააკვდებათ ხელფასი, არ გვიან აიღებენ პოლიციელებს, მაგალითად ჯარსაც ისევე სახელმწიფო სტრუქტურებს, ხო? ან დააკვდებათ ხელფასი, მე ივანიშვილი გადმოაბრალებს კობახიძე, გადმოგვაბრალებს ჩვენ, რომ ეს არის აქციების ბრალი, რა მნიშვნელობა. და აი ამ პერიოდში ან ამ მომენტისთვის ჩვენ უნდა ხალხის სამსახურში ჩადგომა შევთავაზოთ, პოლიცია ყველა სახელმწიფო უწყებას, მაგრამ პოლიციელებს დასაკვირველია. ასევე ძალიან კარგი იქნება, ამასაც ვიტყვი ბარემ, თუ შეიქმნება ფონდები. ხა მე მაინც და მაინც საბოტაჟისკენ ვერ მოუწოდებ იმ 2000 რაღაცა ბიზნესს, რომლებიც ახალ არჩევნებს ითხოვენ და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ფონდები თუ შეიქმნება, ძალიან კარგი იქნება და აკუმულირება მოხდება თანხების. გადასახადები მე ვერ მოუწოდებ გადასახადების არ გადახდისაკენ, თუმცა აბსოლუტურად მივესალმები, გულახდილად გეტყვით, იმ გადაწყვეტილებას ცალკეული ბიზნესმენებისა, როგორც ეს უნდა იყოს საყოველთაო, თუ გადასახადებს საშემოსავლო ბოგების გადასახადებით. რაღაცებს არ გადაიხდიან ცალკეული ბიზნესები და აკუმულირება მოხდება რაღაც ათეულობით მილიონი ლარისა ამ 2000 და მეტი ბიზნესის მიერ, მათ შორის იმიტომაც რომ მაგალითი გადამდებია და ის ბიზნესები, რომლებიც ჯერ არ შეერთებიან ამ პროტესტს, ამის შედეგად დაინახავენ, რომ ეს გზაც არსებობს, კვლავ ვიმეორებ, ხალხის აკუმულირება ხდება რაღაცა საბჭო, თქვათ იგივე პრეზიდენტთან და მე ის განკარგავს ვის მისცეს, ხა ეს არის დაზარალებულებისთვის მიცემა, ეს არის თანხების გადახდა, ხო? ეს არის უამრავი პაკეტი, უამრავი საჭიროება, უამრავი ხარჯი აქვს სახელმწიფო სასაკვირველი საზოგადოებას და ჩვენ, ხო? სასაკვირველია კობახიძის ბანდა და ფინანსთა მინისტრი არ ვიცი აგვარია იმის ბანდა და კიდე ვიღაცების ბანდები ამის შედეგად დაიწყებენ ამ ბიზნესების შევიწროებას, მაგრამ ყველას ვერ შეავიწროებენ, თუ იქნება პირობიდან 30000 ბიზნესის 30000 წარმომადგენელი, ხო და 30000 არ გადაიხდის გადასახადებს, ან ფონდს შექმნის დამატებით, ხო, ვერავინ ვეღარ შეავიწრობს, ის იქნება საყოველთაო. ბიზნესა ივანიშვილი იცით თქვენ დასანქცირებულია, მე ვთქვი ეს, როგორც რუსეთის ინტერესების პირდაპირ ან იდიბად გამტარი პირი და შესაბამისად ეხლა თუ ვიტყვი რომ მას დაერხევა, მეთქი იმის გამო რომ ლეგიტიმაცია არ აქვს, სულაც არ ვიქნები ცდარი და ის ამ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს ვერც ევროპიდან და ვერც შეერთებული შტატებიდან ვერც ვერ ასწორდეს, მაგრამ იმისთვის რომ ნაღდად და 110% ხო არ არსებობს, მაგრამ 110 თუ 780% თუ არ მიიღოს იგი ლეგიტიმაცია ივანიშვილმა და მისმა ბანდამ, ჩვენ უნდა ვიყოთ განუწყვეტლივ კუჩაში, დასავლეთი არის და იქნება ჩვენთან და ჯარზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა, ჩემ და სამწუხაროდ მე აღმოვაჩინე პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკანონო პრეზიდენტის უკანონო ლეგიტიმაციის ინაუგურაციის დროს შეერაღებული ძალების წარმომადგენლები, მათ შორის გენერალი კობალაძე, მასე არ ვიტყვი ხა 99 მძიმე სიტყვას, არ ვიტყვი და არ ვიტყვი ვეტერანთა კავშირზე კიდევ მძიმე სიტყვებს და საერთოდ ყველა სიტყვა უნდა აბწონო. ძალიან სამწუხაროა გენერლების ნაწილი რომ ესწრებოდა ამ ფარს, ანუ ყაველაშვილის ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციას, მაგრამ მე აი ყველა ფრის გათვალისწინებით ვადასტურებ ჯარის მიმართ პატივისცემას და ცალკეულ ოფიცრებს
ადრე თუ გვიან, ყველა სიტყვას ვწონი მართლა, მოვუწოდებ არსებული მდგომარეობის გათვალისწინების სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისაკენ. აქვე და განსაკუთრებით იმ მომენტებში სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისაკენ, როდესაც არსებული ბანდა ხელისუფლება დაიწყებს ახალი რეპრესიების ტალღას, გედედეს თუ სხვათა ბანდების გამოყენებით, ეს ერთი. და ასევე იმ მომენტებში, როდესაც არსებული ხელისუფლება განაგრძობს ანტიდასავლურ და კონკრეტულად ანტიამერიკულ განცხადებებს, კობახიძე და ეს ბანდა. და გეტყვით რატომაც, იცით თქვენ რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენ მანამდეც ჰქონდა შეიარაღებული, მაგრამ ძალიან სუსტი შეიარაღებული ძალები. 2000-იანი წლების დასაწყისში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ჩვენი ჯარის გაძლიერება, შექმნა გაძლიერება მეთქი. შეერთებულ შტატებს აქვს უზარმაზარი წვლილი შეტანილი ჩვენს ჯარის ფორმირებაში. ჩვენი 15-16,000 თუ მეტი არა ჯარისკაცი მონაწილეობდა საერთაშორისო მისიებში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც ვიცი ახლა არ არის თავდაცვის ძალებში. ჩვენი ბიჭები იბრძვიან უკრაინაში, ჩვენ საერთაშორისო მისიებში მართლაც დავკარგეთ რამდენიმე ათეული ჩვენი ჯარისკაცი. ომების დროს 2008 წელს გულისხმობ 90-იან წლებს გულისხმობ, დავკარგეთ ბევრი ჯარისკაცი. კანთიად ისა ჩვენი ჯარის დასაწყისო საფუძველი ეყნებოდა და უკვე 2008 წელსაც 2008 წელს შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ჯარსაც ეხება ეს ნაწილობრივ ჩვენი საჰაერო სივრცე გადაკეტა და რუსეთის თვითმფრინავები მოიერიშეები ვერ შემოვიდნენ და თუ შემოვიდოდნენ შეერთებული შტატები იღებდა ვალდებულებას მათი ჩამოგდების საუბაზე და ჯარმა ეს შესანიშნავად იცის და ანტიამერიკულ განცხადებებს რომელიც აკეთებს კობახიძე არის ეს არის ანტიამერიკული კი რა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ასევე და ჯარის წარმომადგენლებმა უნდა გააკეთოს სამოქალაქო პოზიცია უნდა დააფიქსირონ ამასთან დაკავშირებითაც და იმავე 2008 წელს შემოვიდა მე-6 ფლოტი შავ ზღვაში ჩვენ საკვატორიაში და ამით ერთგვარად მნიშვნელოვან დაფრთხა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც უნდა მთელი შავი ზღვის სანაპირო ჩვენი ოკუპაცია, ასევე თბილისის ოკუპაცია და მთლიანად საქართველოს განადგურება უნდა და ეს ჯარის წარმომადგენლებმა იციან, ამიტომ სამწუხაროა რომ ისინი ესწრებენ, მათი ნაწილი ესწრებოდა ინაუგურაციას ყალბი პრეზიდენტისა, მაგრამ რას ვიზამთ, ადრე თუ გვიან მე მოვუწოდებ ყველას რომ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. და ახლა კიდევ ერთი ამბავი, არა ბოლო წინადადი პრაქტიკულად ჩემი ვრცელი ვიდეო ბლოგისა. ყაველაშვილს მომწერეს და სამართლიანადაც მომწერეს. ედო მკვდრისფერი ხარი ხართან დააბიო, ესე მივიწერე საჯაროდ. სტატუსი იყო ერთი ჩემი უახლოესი მეგობრის უახლოესი ადამიანისა, მეგობარიც არის, ოჯახის წევრია. ჩემი ინგასი მეუღლისა სტატუსი იყო ამგვარი რაღაც მკვდრისფერი თუ არ ვცდები ადებს, ხო? ყაველაშვილსო და მე მივწერე ინგას საჯაროდვე რომ ისა ხარი ხართან დააბირა ან ფერსიცლის ან ზნესა. მკვდრისფერი ედო არა მხოლოდ ყაველაშვილს, არამედ ივანიშვილსაც, რომელსაც ერხება. და ერხება იმიტომ რომ ქართული კოშმარის არაღიარების აქტით, თითიც დავიწყე ამას ვიტყვი, იქნება მიღებული შეერთებულ შტატებში. ივანიშვილი არა აქვს გადასახადებისა. აწრება და აწრება რუსეთი. რომელიც მას გადააგდებს, მიატოვებს უფრო ზუსტი რომ იყო, მაშინ, როდესაც მიხვდება თავად მოსკოვი, კრემლი, FSB, პუტინი, რომ ქართულ ხალხთან ეს დაპირისპირება უაზრო, ამგვარი დაპირისპირება უაზრო. და მავრს, რომელმაც თავის საქმე გააკეთა თუ ვერ გააკეთა, ივანიშვილს მიატოვებს, ანუ ინსტრუქციას აღარ მისცემს FSB. ინსტრუქციის გარეშე უინსტრუქციოდ დარჩენილი ივანიშვილი კი მკვდარი, პოლიტიკურად მკვდარი ივანიშვილია. უუნარო ივანიშვილია მით უფრო მაშინ, როდესაც მას წვდომა აღარ ექნება სულ მინიმუმ ფინანსების ნაწილზე და ასევე დოლარით ტრანზაქციებზე იქ გადარიცხა, აქ გადმოურიცხეს, იქ გადარიცხა, აქ გადმოურიცხეს, ბიზნეს ურთიერთობას ვეღარ აწყობს იმ უამრავ კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით, რომელთანაც აწყობს. და მე ეს მარყუჟი ხო მის ხელსათუკისებზე კიდევ უფრო მეტად დავიწყო.
ეს ამბავი გარდაუვალი ამბავია. ოღონდ ჩვენ კარგად და ეს მე რამდენიც ამბობ უკვე აღარ მახსოვს. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ თუ ვინმე სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს იანვარში, არ დასრულდება ეს იანვარში. ივანიშვილი დასუსტდება იანვარში, ფებრუარში, დეკემბერშიც უკვე დასუსტდა, მაგრამ ეს ერთი 65-6 თვიანი მარათონია. და აი ამ მარათონის დროს იმ ადამიანებთან დაპირისპირებაში შესვლა, რომლებიც მინიმუმ არიან სიტუაციური პარტნიორები ან სტრატეგიული პარტნიორები, ასე მაგალითად სალომეს კრიტიკა ზურაბიშვილის, რომ უნდა დარჩენილიყავი შენ დასახლეში, ამის გამო. შეცდა თუნდაც სალომე. მე არ მგონია რომ შეცდა, მაგრამ თავ დამუშავად და მეც ვწდები და ბალტუი სალომე. ხო? და ამის გამო მისი აბსოლუტური დემონიზაცია და ჩვენ შორის ერთიანი ვინც უნდა ვიყოთ, არა ერთნაირნი, არამედ ერთიანი ამ ბზარების ხელოვნური ბზარების გაჩენა მე არ მგონია სწორი. ბოლოს ინარებას ვიტყვი, ესეთ ოპტიმისტური ხადია. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გარდაუვალია გამარჯვება. არსებობს ათობით ინდიკატორი, ან ათობით მიზეზი და კიდევ ათობით ინდიკატორი იმისა, რატომაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ან საქართველო. ვისაც სიცხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, ქართული ოცნების მომხრე კი ამ, მაგრამ სიცხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, ისინი გაიმარჯვებენ ჩვენთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ სულაც ვერ ხედავენ ახლა ჩვენს გამარჯვებაში მათ გამარჯვებას. ეს უნდა იყოს ერთობლივი გამარჯვება და ხაზგასმით ვამბობ პირველი. გასაკვირველია ივანიშვილზე და ივანიშვილიზმით დაავადებულებზე და კიდევ რუსეთზე და რუსეთით დაავადებულებზე, რომლებიც თუნდაც გაუცნობიერებლად ან ირიბად ემსახურებიან რუსეთს. ივანიშვილი გაუცნობიერებლად არ ემსახურება, ივანიშვილი აბსოლუტურად გაცნობიერებულად საქართველო გაიმარჯვებს, წარმატებას გისურვებთ.